ეს იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ქართულ კლუბებს მეტოქეებში ნაწილობრივ გაუმართლათ. ქუთაისის ტორპედოს მეტოქე კვიპროსული ომონია ის წინა წელს მესამე ადგილზე გავიდა. ძალიან ბევრი ლეგიონერით დაკომპლექტებული გუნდი არც წელს იქნება იოლიგას ეირნება. ერთი შეგვიძლია იმით დავიმშვიდოთ თავი, რომ ამ კლუბმა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 6 ამხანაგური შეხვედრა გამართა და აქედან 5-ში წააგო, ხოლო 1-ში ფრე ითამაშა. თითქოს და გორის დილას მეტოქეში ძალიან გაუმართლა და მინიმუმ პლეი-ოფი გარანტირებული უნდა გქონდეს. რიგა ლატვიის ჩემპიონატში 23 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა. არა და მეც გავიფიქრე ერთი მომენტი, რომ შეიძლება აქ გასეირნება თქო, მაგრამ უყურე რა ხდება. ამ კლუბში არც თუ ისე ცოტა ლეგიონერი ირიცხება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ კლუბთან. თბილისის იბერიას მეტოქეც საუბედუროდ ძალიან კარგ ფორმაშია და 21 ტურის შემდეგ ჩემპიონატს ლიდერობს. აქაც გაგიკვირდებათ და ლეგიონერების სიმცირე ამ კლუბში არ არის. ხო, ახლა კარგი ლეგიონერი რამდენს ნიშნავს კლუბისთვის, ამას წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ. და დესერტი. თბილისის პაერის მეტოქემ გასული წელი ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე დაასრულა. ქვეყნის ჩემპიონს ის სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩა. შტორმი გასაგებია, მაგრამ ახლა ზალცბურგი რა გუნდია და ამ გუნდს 1 ქულით ჩამორჩე, რა გუნდი ხარ? გაცემულია პასუხი. ამ მეტოქეების დამარცხების შემთხვევაში არც შემდეგი მეტოქეები არ არიან იავარდით მოფენილი. აბა, პროფესორო, რას ფიქრობ, რომელი ქართული კლუბი წავა წელს კონფერენს ლიგაზე ყველაზე შორს? მეტი დიდი ზღაპრებისთვის შეგიძლია YouTube-ზე გამომყვე. 2 კინკილა გამომწერი მყავს. 140 ვარ. და არა, 140,000 არა. სულ რაღაც 140. ასე რომ შეგიძლია შენც გამოიწერო.